გამარჯობა. კეთილანი არ არის კლინიკაში. იცი რა, არ ვიცი. გამოგოშტელა თქვენ რა. აი, მოხდარა. ჯერ ერთი ხომ გითხარი რომ ახოს გარეში არსად არ წავიდები. ეგრე გამოვიდა. რა გამოვიდა ეგრე რა? სიგნები დამჭირებაში. რაღაც ბეჭედი დაკარგულა რა. მოყარული გონი. ხო, ალათინ გაიწვდა თქთები მოიყვანო, რომ გავარკვევი რა ხდება. მოკლედ, თუ გინდა რომ აქ იმუშაო, კლიენტი არ უნდა გააბრაზო. გასაგებია? გასაგებია. კარგი, წამოდი ახლა სტაფი გაგაცნო. ისე მარლენ, როგორ გძნობ თავს? კარგად შემონანა. თქვენი წყალობით. მე მაშინაც კარგად ვიყავი, მაგრამ ცოტა ეკიბება შეგვაშინდეს. არა, ჯანმრთელობას უნდა მიაქციო ყურადღება. რა, ყველაფერს კარგად ვაკეთებ. დიეტას ვიცავ, წავლებს ვსვავ, დილდილობით ვარჯიშობ და სხვა რაღაც ვაკეთებ. ო, კარგია, კარგი. შე ყველაფერი ამიგრძალეს. არ დალიო, ბევრი არ ილაპარაკო, სიმძიმეები არ აწიო. მარტო აი ეს რულის-ტრიალი არ ამიგრძალეს. მაგრამ ესეც აეკრძალათ. დავჯდებოდი სახში, წამოვწევოდი ხართეძოზე და დავისვენებდი. მადლობ, მარლენ. კარგად იყავ. და ერთ წუთით მომიცადე. კარგი. რა მოხდა, მარლენ? არაფერი არა, ჩემონანა. წადი მერე გეტყვი, მერე. კარგი. მედი ხარ შენ სამსახურში? რა გადაგები? რამდენი ხანი არ ყოფილ? და იმაგრისმენ. ჯერაშე. მეც გავდიოდი, მაგრამ ბაჩამ დამერეკა მოსვლას აპირებს. და ველოდები. კარგი. კაი, წამოდი, მე მგონი მოვიდა. არა. მეგონა მაგით ამათირებდა. რა გჭირს? მოხდა რა?
ლიკა ეს როგორ გააკეთე? რაზე მეუბნები? ვერ ხვდები რაზე გეუბნები? ყველა ამაზე ლაპარაკობს გესმის? მე ყველა გამაგებინე რა ხდება. მე გაგაგებინო რა ხდება? ხო, გამაგებინე რას გულისხმობ? ლიკა, აი ვაფშე ყველა მიცი შენი და კახას ამბავი გესმის? ხო, ყველა ჩემ ზურგს უკან ლაპარაკობდა ამაზე. კახა, შენი საუკეთესო დაქალის ქმარი გესმის, ლიკა? საერთოდ ხვდები შენ რაზეა ლაპარაკი და რა გააკეთე, ლიკა? ხვდები. ხვდები? ხო და თუ ხვდები, მაშინ რატო გააკეთე ამიხსენი, ა? საერთოდ შენ არავისი არ გცხვენი, ანუ ხალხის არ გცხვენია, ხო საერთოდ? ცხენია, ბაჩო, ცხენია. მე რა თუ გცხვენია, როგორ გააკეთე? ესეთი რამე როგორ ჩაიდინე, ლიკა, ამიხსენი, ა? შენი საუკეთესო დაქალის ქმარი. დაქალი დაიკიდე, კარგი და მეც გადამისვი, ხო ხაზი საერთოდ, ა? ბაჩო, დამაცადი აგიხსნი ყველაფერს. რა უნდა ამიხსნა, ლიკა, რა უნდა ამიხსნა? შენი და კახას ურთიერთობა უნდა ამიხსნა? შენ იცი რა ძნელია ჩემს მდგომარეობაში ყოფნა? იცი რა ძნელია მარტო მარტოობაზე მელაპარაკები, მithქვამ შენთვის როდის მე ვინმესთან არ იყო და რამე ურთიერთობა არ ქონდეს, ლიკა, შენი საუკეთესო დაქალის ქმარზეა საუბარი, გესმის? ვიცი, ბაჩო, ვიცი. და თუ იცი არ იცოდი რა მოყვებოდა ამ ყველაფერს, ლიკა? იცი რომ გარეთ ხვირის გაყოფა არ შემიძლია და მიტყდება გარეთ გასვლა, ხვდები? ვინ გითხრა? რა მნიშვნელობა აქვს ვინ მითხრა, ლიკა? ყველა ამაზე ლაპარაკობს, რა ვინ მითხრა? ყველა და ბოლოს მე ყველაზე უკანასკნელი იდიოტის როლში გამოვედი. ხვდები შენ საერთოდ რას ნიშნავს ეს? გაპატი. რა გაპატიო, ლიკა, რეებს მე ლაპარაკები საერთოდ. საერთოდ თავი გამანები და აღარ დამირეკო აღარასდროს, გასაგებია შენთვის? ისეთი კარგი რაღაც გითხარი, მე მგონი დავემსახურე პორტოხლის წვენი არა? რას ამბობ, გადასარევია გუდაო. და ბავშვს როგორ გაუხარდებათ? გიორგი ისეთ მთელი ზამთარი მანდ არ არის. ხო, რუსუდან ადრეც უნდა გვეყიდა, მაგრამ ესეც კარგი ვარიანტია. რას ლაპარაკ? სად არის გიორგი მთელი ზამთარი? მამას სახსაზლებენ გუდაურში. რა მაგარია. ანუ ზაფხულში აღარ მოგვიწევს დაჯავშნა. რა ვიცი, აბა. იქნებ გადავიფიქრო. მამა. გოშედობის უშენ დამდამში ძალიან მეჩქარება რა. ვიცი, არა ერთი წუთით უნდა დაგელაპარაკო. ეხლა მეჩქარება და სხვა დროში ვილაპარაკოთ რა. და სად გეჩქარება ესე? მრაღაცა. არი. შემომიარე თუ მოიცი. რა ხოთოს? მამ, ამიხსენი და წესიერად გუდაურის სახლზე. რა გუდაურის? პარტერით სახლს მაძლევენ გუდაურში. მაგარია. კაი წავედი. გეჭება მაინც რა. აუ სად არის და როგორია? მომეცი ტელეფონი. აი მოდი. აი როგორც ვიცი, სადღაც გონდოლებთანაა ჩვენი ტექნიკით აშენებენ. მინახე? მოკლედ, აი აქედან შევდივართ სახლში. აი ზუსტად აქ არის გონდოლები, ხო? ხო, აქედან გავდივართ აი მის სახლებში. აქ სულ აიმებია. აქ ხედი იქნება. ო, მაგარი ძალიან. აუ ძალიან მაგარია. შაქრის ჭაყრა დამავიწყე მომაწოდე რა. წყალს მოვიტან ერთი წუთი. პირველად კეთ. ცივი ჩაი თუ შეიძლება. გუშინდელი შენი გაცნენის გამო პაციენტები უკმაყოფილონი არიან. გაუთვალისწინებელი რაღაც მოხდა. დღეს დავიბარებ ყველას და არ მაინტერესებს მიზეზები. ფაქტია, რომ შენზე დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულე. სამსახური გააცდინე ისე, რომ არავინ გაგიფრთხილებია. დღესაც არაპირებდი ხო არაფერს თქვენს. ვიტო მეგობარს გავყევი თურქეთში გამოკვლევებზე. ფრენა გადაიდო და ვერ მოვასწარი გაფრთხილება. არ მაინტერესებს მეთქი მიზეზები. ფაქტია, რომ შენი დაუდევრობის გამო თელ კლინიკას იმიჯი უფუჭდება. ჩათვალე რომ ეს გაფრთხილებაა.
გასაგებია. ძალიან კარგი. გამარჯობა დიდა. აქცალია? კი, რა თქმა უნდა, ყავის დასალევად ჩამოვედი. მოდი ყავა მე დავლიოთ. ახლა საქმე მაქვს, კარგი? მე თავს დავდებ, რომ ამათ შორის რაღაც ხდება. დაიმახსოვრე. თქვენ რა გაგჭირთ? არა, რანაირად გელაპარაკებოდა? ხო, ისე მოხდა რამე ეჭვება? ეხა არ მითხრა, რომ არაფერი არ მომხდარა. კაი, ავიდეთ ჩემთან და მოგიყვებით. შემახსენე, რამდენი ხანია აქ მუშაობ? დაახლოებით 3-4 თვე. გასაგები. და რა საკეთებთ? ხან მანიკურს, ხან თმას, ჯერ ვსწავლობ კიდე. გასაგებია. კარგით, ელენე. საკმარისი. დიდი მადლობა. კარგით, ნახვამდის. შეიძლება ქალბატონ ნატას თხოვოთ, რომ შემოვიდეს. კი, ახლავე. გამარჯობა. გამარჯობა. მართლაც? ქალბატონ ნატა, თქვენი სახელი და გვარი სრულად შეიძლება? ნატალია სოფრომაძე. სასიამოვნოა. ირაკლის ვანიცა. სასიამოვნოა. ქალბატონო ნატა, ამ სალონის ხშირი სტუმარი ძანდებით, ხო? რას ამბობთ? ჩემი რუსუდანის სალონია, გახსნის დღიდანვე აქ ვარ. სხვაგან სავარცხელსაც არ ვისვამ. და ადრე დაგიკარგავთ რამე? მე არაფერი არასდროს. ქალბატონო ნატა, თუ შეიძლება დეტალურად ამიღწერეთ ბეჭედი და როდის გაუჩინარდა? ეს იყო ძველებური რუსული ოქროს ბეჭედი, მასიური, შუაში ჰქონდა დიდი ზურმუხტის თვალი და გარშემო ესე ბრილიანტების ასკოლკები, როგორც ამბობენ. და აი აქ ამ ადგილას ჰქონდა ამოკაწრული წვრილი ორნამენტები. ცხონებულმა ბებია ჩემმა მაჩუქა სიკვდილის წინ. ძალიან ძვირფასი ბეჭედი იყო. და როდის შენიშნეთ მისი გაუჩინარება? იცით რა, აქედან უცებ მომიწია წასვლა, ნამდვილად არ დამინახავს. შემდეგ წავედი კაფეში, იქაც არაფერი, საცობში ვიდექი და აი რო დავიხედე აღარ მეკეთა. და იმ კაფის სახელი გახსოვთ? მე არა, კაფის სახელი არ მახსოვს, მაგრამ აქვე აბაშიძეზე განახებთ თუ გნებავთ. არა, დიდი მადლობა. კარგით. საკმარისია. დიდი მადლობა. რამე კითხვა რომ დამებადოს, ან გამახსენდეს რამე, როგორ დაგიკავშირდეთ. წეთით, ინებეთ. მადლობა. არაფერს. კარგად. კარგად ბრძანდებოდეთ. უკაცრავად, ქალბატონ ნატა, თუ შეიძლება იასი ხარულიძე შემოვიდეს. კი ბატონო. გაგიჟდი რა, ყველაფერი ფუჭდება ამ სახლში, გადავიდიე რა. დათო. დათო მეთქი. რა გინდა? რა არის და გუშინ მშვენივრად რთავდა. დღეს კიდე რა მოუვიდა, ვერ გავიგე. ნაგავია რა. რა? რა და გამოიხედი აქ, დისტანციონი გაჭდა. რა ვიცი მე ლეილა რა მოუვიდა, რა ბატარეა იქნება დამждარი. მე რა ვიცი რა მოუვიდა. მე გამოუცვალე, რას მიზიხარ მან? მე ვერ ხედავ საქმეს რო ვაკეთებ. კომპიუტერით გაკეთებული საქმე არ ვიცი მე. კაროჩე რა არ უნდა მაგას. ბატარეიკა ვერ გამოუცვლი ამ ხელაკაც. და შენ თვითონ ვერ გამოუცვლი, ჰა? აი მიდი მომიტანე და გამოუცვლი რა. ეს რა არის ლელა, რეები მომიტანე. წესიერება და რეები მომიტანე. ეს ვერ ხვდები რომ არ იმუშავებს ახლა? მიდი მოძებნა უნდა და რომელიმე იმუშავებს. აი ნახავე ხარ იმუშავებს და რა იმუშავებს. ამოატრიალე. მაცადე რა. აჰა.
ხოდე. ხო, ერთ საათში მოვჩები და დაგირეკო. ხო, მამა კითხოს და შენთან დარჩები ისე. რა? არ ჩამოსულა ჯერ? ხო, კარგი, მაშინ ტაქსით წამოვა. კარგი, ნუ არა უშავს, კარგი. კარგი დაგირეკო. კარგი. როგორ ხანი ნო? ლევან, კარგად შენ? მეც არ ამიშავს. ბაკინი აწერინე ეს და. ხო, ნახეთან რამდენია. ხო, მეც ამ ბევრი მაგთან არ ვიცი რა უნდა ვქნა. გასწორებს ამდენს წარმოდგენაც არ მოქვს. თან თუ ყოველს ერთი კონსპექტიდან აქ დაწერილი მე ნახე. ხო, და ეგრევე ეთყობა თან ერთი იგივე სცენა. ხშია? ილაპარაკე სერიოზულად და ილაპარაკე მარტო შენ გასაგებია? თქვენ მაგაცებსაც უთხარებ. ილაპარაკო მარტო მაშინ როცა საჭირო იქნება. აი განები ამ შენ მაგაცებს დავიწყო. ხო, არავითარ შემთხვევაში არ ახსენო მეორე ბრიგადა. მაგათ მაიცია რომ ჩვენ ერთი ბრიგადით მუშაობთ. ვიცი. ხო, გილენ თავარი. არავითარ შემთხვევაში არ ახსენო ფაზაგრება. დაებოდე თვითონ ნახე მოგთავაზებენ და ნახე მე დათანხმდები თუ არა. ხო, ეგეც ვიცი. რა ვიციო, ყველაფერზე მეუბნები. ხო, ვიცი და აბა რა გითხრა, არ ვიცით ხო? ხო, ისიც კარგად იცოდი. და რამე მიღეთ საბოლოო ჯამში? აი, ნუ მოხსენებ მაგას გითხარი, სხვა სიტუაცია იყო. მოლაპარაკება იყო ისიც და მოლაპარაკებაა ეგეც. ერთ სამით მომისმინე რა. მენდოგი. ამდენი ხანია გისმენ და გავიგე რაც უნდა ვქნა. ისიც ვიცი რომ მიგვალ რა უნდა დაველაპარაკო. თუ მომანდე ეს საქმე გარე მე მივიყვანე ბოლომდე რომ დავამთავრო რა. აი, წავედი მაშინ. აბა მიდი საქმეს მიხედე ხო? თქვენი სახელი და გვერდი შეიძლება? ვიკა კინწორაშვილი. პოზიციო? სტილისტი ვარ. ესე იგი. და იმ დღეს ქალბატონი ნატა როცა სალონში იყო, თქვენც აქ იყავით, ხო? დიახ, ვიყავი. და ბეჭედი თქვენს ნახეთ. რა თქმა უნდა ვნახავდი, სულ ცხვრწინ გვეფრიალა ხელები, ნატას უყვარს აფიშირება. და ამიღწევთ შეიძლება დეტალურად ბეჭედი. ოქროსი იყო, ბრტყელი, ქონდა დიდი მწვანე თვალი, გარშემო ბრილიანტის სასკოლკები, დიდი არაფერი. და რაიმე დამახასიათებელი ნიშანი ხომ არ ქონდა ბეჭედს? რა განსაკუთრებული ისეთი არაფერი, რაღაცნაირად დიდი მწვანე თვალი ქონდა. გამახსენდა, ბეჭედს უკანა მხარეს ქონდა წვრილ-წვრილად დამოყვანილი ორნამენტები. ესე იგი, გიყვართ სამკაულები, არა? როგორც ყველა ქალს. ამიტომ ესე კარგად გახსოვთ ქალბატონი ნატას ბეჭედი, ხო? დიახ. ყველაფერს კარგად ვიმახსოვრებ მე. ესე გებია. რაიმე ეს რა დეგენერატი ყოფილა წარმოგიდგენია, არა გავგიშდე, ნუ. არა, საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი ასეთ რაღაცას რა. აი, საერთოდ რო ვერ წარმოიდგენ, ზუსტად ისინი იქცევიან ესე რა. აი, მაგას ვინ გონია თავისთავი? რაო, როგორ გითხრათ ამაზის რეკომენდაციითო? მე არ შემეძლია ხა მაგის თავი დამოყოლა რა. არა, კი ვხვდებოდი რომ რაღაც მოხდა რა. შენ ისე არ წამოხვიდოდი. მოადგილეობიდან კი არა, კლინიკიდან ვაპირებდი საერთოდ წასვლას. ვითომ შენ რატო უნდა წასულიყავი? ლია, ჩემზე რო იყოს დამოკიდებული, ეხლაც არ დავფიქრდებოდი ერთი წუთით. მაგრამ დედა ჩემი ძმის სწავლის ფული და მოკლედ რა. მე შენ ადგილას გავგიშდებოდი, ქეთი. იცის კიდე ვინმე მესამბავე? არა, მარტო თქვენ. იცი რა, მე მგონი აუცილებლად უნდა უთხრათ სოფოს. სოფოს? მე არ ვიცი. მეც ვიფიქრე მაგაზე, მაგრამ ეს სოფომ აუცილებლად უნდა იცოდეს, ქეთი. ხო, მაგრამ არ მინდა მე მაგათ ურთიერთობაში ჩარევა. რა ჩარევა ეს, რა ჩარევა? არ იცი სოფოს როგორი დამყოლი ხასიათია, ერთი დიტო აესე, გაუკეთებს და ყველაფერს იმის ჭკუაზე აკეთებს. ხო, ისე რო უთხრათ.
არ ვიცი ჯერ. კაცო, შენ უთხარი. და მე თვითონ როგორც უნდა ისე მოიქცეს. თვითონ გადაწყვიტოს. საფრანგეთში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევას ჯერჯერობით სვერფლი არ მოყოლია. მაშველები ეძებენ დაკარგულებს. შენობის მიმდებარე ტერიტორია ევაკუირებულია. 6 საათზე დაგიბრუნდება. აი მე დავიღუპეთ. დათო! დათო! რა ხდება, ლეილა? აი მე დავიღუპეთ, დათო. რატო? პარიზში კორპუსი ჩამოგრეულა თურმე. ხო, ხალხი ამკვდარი, მთელ ქალაქში ერთი ამბავია ატეხილი. ჩქარა მიდი დაურეკე, მაგას ეკას გადაურეკოს. და სად მოისმინე, რა შენობა, გამაგერს. მიდი, უზოძინო, დაურეკე მაგას. და მაგას რატო უნდა დაურეკო? ეკას რო გადაურეკოს, მიდი. აი მე დედა. აი მე ბებო მოგიგდეს. Hi, Annie. Hi, come on. Come محترمة. Hala. Ki. Me çepim onsons. Da vergastsavlit. Arşemitliya. My professional var, so I can't do this anymore. And she already has a ring on her finger. Ayra Jonathan. I'll be alright. I'll be fine. ძალიან მეწყინა და ჩეპესაც ძალიან ეწყინა. Met Zalian, but can't do this anymore. Sorry. Can't do this. ვა, საღო რა, მაგარია ძალიან რა. ხო, ძალიან მაგარია. შენ თამაშობ ძალიან კარგად. აუ, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან კაი გამოვიდა მართლა. ჩემი ჭკვიანი გააგა. ძალიან მიხარია. იმედია ჩემ უბრალოდ მოეწონება. აი, გადაობ შანსი არის რომ მოეწონოს. მინდა ძალიან მაგარია. აუ, გავაგვიანე, ნახეთ უკვე. ბიჭო, შენ გამოსვლაზე იყავი თუ ეგრევე აეროპორტში გაგიშვით? ნახეთ, რა გეშენ. აი, არაფერი. როგორი იყო? ბიჭო, აი, ცოტა ვაკომ რაღაცა შევიდა როლში, მაგრამ ისე საკაიფო რა. მართლა? ნახე რა. ძალიან მაგრად ჩანს. აი, ძალიან კაი გამოვიდა მართლა რა ქენი შენ მოყევი. აუ, რა ვიცი, დავწერი რა და იმდენი ხალხი იყო რა, რავი. აი, ამდენი ხალხი საიდან მოვიდა პროსტა აზეა. აი, რატო ტყუილად ნერვიულობ, ხო იცი არა? მე მართლა რა ნერვიულებ შენ კიდე გახვალ. რა ვიცი, ჩემი ბედის ამბავი რა ვიცი. მოკლედ, ეხლა დარენდერდება და მუსიკასთან ერთად მეხუთრა რა გამოვა. არჩენ არ გინახავს? აი მე გავგიჟდები. ხო, კაი, ხო. აი მე ბებო, აი მე რა მეშველება. ლეილა, ნუ გამოიტირე ბავშვი რა. შენ კიდე დარეკე ეკასთან. ლეილა, ბრეკავ, რას ვაკეთებ აბა? ხო, თქვი ცუდი სიზმარი ვნახე მე. აუ, ამან დაიწყო ეხლა ისევ გაროჩენა. რა სიზმარი ვნახე, ლეილა, რა ნუ გადამრიე საერთოდ რა. მე დათო შენ კიდე რას აკეთებ ამდენი ხანი? ვეძებ და მეტი რა გავაკეთოთ? მე კიდე ვისთან დავრეკო, აღარ ვიცი, გამისკდა თავი. კარგი ეხლა რა დედა, ნუ შეყარე ქვეყანა რა. ელა, ის მაინც გითხარი რომელ არხზე ვნარე, ნახე, გაიხსენე რა. რა არხის თავი მქონდა ეხლა მაგ გიკვდეს ბებო, რატო ხელი არ გამიხმა და რატო ხელი არ მომტყდა იქ რო გაუშო. მოიცა? აჰა, მოდი და უყურეთ ეხლა უსმენთ. რა არის დათო ეს რას მაყურები? ლეილა დააცადე და დაიწყება რა. ტრანსპორტში დღეს გადაშენდა საავტომობილო ისტორიული ძეგლი ჩამოიდგა, რომელიც ამ დროს საცხოვრებლად გამოიყენებოდა. გავიდა. აი მე გავიდა. ეკა, როგორ ხართ? ხომ მშვიდობა გაქვს?
არიზია რა ლელა. ჩეპე, შენ გაოპერებდი. რა ვკითხე? ჯონათანზე გავუნებდი. რა ვიპოვნით, რა უნდა. ისე ძალიან საყვარელი გამოცდის წინ რომ მიგვაგდო. მოწონდი და რა ვიქნა? ხოთა რა მოწონდი, მაგიტომ უნდა მივაგდეთ ეს. აუ როგორ მომენატრე. მეგონი ტროლ ვიყავი ამდენი ხანი შენო. ერეს. რატობა? როგორ ჩაია რა? აუ რავი, მაგრად. ძალიან მაგარი იყო. მე უნდა წავიდეთ ერთხელ აუცილებლად ყველა. რა მოიგე? ველოსიპედი ახალი, ეხლა არ ჩამომიყვანია, თვითონ გამომიგზავნია. მაგარი. აუ ძალიან საკაიფოა. ხო, თქვენს კი რა ხდებოდა? ჩვენ კი რავით, ყველაფერი ძველებურად. ჯონათანი გაგვექცა. რატო? იმიტომ რომ კაი ტიპი იყო არადა. ხო, რატო და იმიტომ რომ რაღაც საქმეები გამოუჩნდა. ხო არ იცი ვინმე ეკეთი. ძალიან ცუდია რა. მეწყინა. მესამე მაგი და შენი იყო, ხო? კი, ჩემია. მერე ორჯერ რატო წერია ეს სალათი? რა ვქნა, არ არის ჩემი ბრალი რა. მილიონჯერ შეწვალეს, თვითონ მოგაიგებთ რა უნდოდა. საერთოდ არ მაინტერესებს ეს დეტალები და უაზრო თავის მართლება. რატო არ ჩაიწერე? არ ვიწერე ხოლმე როგორც წესი. ამის მერე ჩაიწერე. აი, გადაგწევი. და კიდე თუ მოვიდნენ ყავაზე დაპატიჟე. ამ მომსახურების მერე თუ მოვიდა კიდე ვინმე. დედა დაიღალე ძალიან. ისე რა, მიუჩვეველი ვარ და. კაი, დაისვენე, ცოტა ხანი გოგოები შეგცვლიან. მადლობა. დაიღალე ხო? კი, ძალიან. დიდი ხანი არ მომშავია და. ორი წელი აქ მუშაობ და სულ ეგეთი რეჟიმია. ხო. ყველგან ესია. მაგრამ აქ რო გამოდიხარ მოსაწევად ეს 1 წუთი 1 საათი ხდება. ასწავლებს. ერთი სიტყვით ტვინი წაიღო რა.
Вообще არ მასდის საქმის გაკეთებას. მაცადე რა იქნება ვაკეთებ. მანანა იმენა ტავინი ხომ უნდა გააბლყოს. კაი, ხო იცი რა ტიპია. მოусმინე მშვიდად და გააკეთე ის რაც შენ გინდა. ეგრე ვაკეთებ, მაგრამ ისე გამოდის, რომ რაღაც თითქოს არ მენდობა. მაშინ გაატარე. დაი კიდე არ მოусმინო, რა ვიცი მე. ჩვენთან რა ხდება? ჩემთან? ყველაფერი კარგად არის. ნუ ეს მანჩო არის ცოტა ისეთი მკაცრი, მაგრამ ჩემთან არა. მოიცა. ვინ არის ეს შენი მანჩო? გვარი არ მახსოვს, მაგრამ კაი გოგოა რა. ისე კაი ქენი, იცი მუშაობა რა დაიწყე. გიო? ხომ კარგად ხარ? მართალია მე არ მომწონს, მაგრამ ისე უნდა მოიქცე როგორც შენი ჩათვლი საჭიროდ. გიო შენ ხარ? ხანდახან იცი მეც რამაზასავით ვიქცევი ხოლმე, რაც ყველაზე ძალიან არ მომწონს ჩემში. გამარჯობა. კეთილანი არ არის კლინიკაში. იცი რა, არ ვიცი. გამოგოშტენა თქვენ რა. აი, მოხდარა. ჯერეთი, ხომ გითხარი რომ ახოს გარეში არსად არ წავიდები. ეგრე გამოვიდა. რა გამოვიდა ეგრე რა? წიგნებიდან ჩაგებიში. რაღაც ბეჭედი დაგარგულა რა. მოყარული გონია. ხო, რა თქმა უნდა, ხდება მოიყონო რა გავაბერო რა ხდება. მოკლედ თუ გინდა რომ აქ იმუშაო, კლიენტი არ უნდა გააბრაზო. გასაგებია? გასაგებია. კარგი, წამოდი ახლა სტაფი გაგაცნო.